ანშლაგი ჩაიარა საერთაშორისო ფესტივალის ღამის სერენადების დასკვნითმა კონცერტმა ბათუმში. ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ელიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალის რიგით მეოთხე კონცერტი სახელწოდებით ტანგოს სული გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ სოლისტები მარიო სტეფანო, პიეტრო დარგი, თამარა ლიჩელი, კვინტეტი საქართველოს ვირტუოზები. საკონცერტო პროგრამა კი ასტორ პიაცოლას, მარტინ პალმერის, რობერტო მოლინელის, იგორ სტრავინსკისა და ანხელ ვილოლდოსის ნაწარმოებებით შედგება და ელიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები წელს მე-17-ად ტარდება და ბათუმში, ბორჯომსა და თბილისში სულ 6 კონცერტს მოიცავს. ფესტივალი 9 ოქტომბერს თბილისში კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაგრძელდება, 11 ოქტომბერს კი დასკვნითი საღამო თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და ბათუმის მერია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბათუმში ტარდება ასეთი ღირსშესანიშნავი ლიანა ისაკაძის დაფუძნებული ფესტივალი ორგანიზებით ღამის სერენადები. პირველად ვესწრები, ნამდვილად ძალიან ახლა რომ სიმართლე ვთქვათ, მიყვარს ეს კლასიკური მუსიკა და ხშირად ვესწრები ხოლმე, მაგრამ ამ ღონისძიებაზე პირველად ვარ და ამ ფესტივალზე. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი საქმის წამოწყებისა და დაფუძნებისათვის. კონცერტში მიიღეს მონაწილეობა მსოფლიოში აღიარებულმა ბანდონიონისტმა, ვირტუოზმა მარიო სტეფანო, პიეტრო დარგი, იტალია, აგრეთვე ჩვენი შესანიშნავი პიანისტი ვირტუოზი თათა ლიჩელი და ახალგაზრდა უაღრესად ნიჭიერი ფლეიტისტი ნიკოლოს ვადაჭკორია. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი აღფრთოვანებით მიიღო ჩვენი მუსიკოსები ბათუმელმა მსმენელმა ფეხზე დგომით ოვაციებით. სამი არაჩვეულებრივი კონცერტი, უთფილესი პუბლიკა და ჩვენი ერთგული მსმენელი, ვირტუოზი შემსრულებლები. ძალიან კმაყოფილები ვართ, როგორ ჩაიარა კონცერტებმა და ეხლა გველოდება უკვე თბილისი. ბათუმში არ ვიცი, არ ამგონია რომ მარტო ჩემთვის იყოს ასეთი გამორჩეული დაკვრა. მე მგონი ყველა მოიჩქარეს, იმიტომ რომ განსაკუთრებული აურა აქვს. ამ ქალაქს მით უმეტეს როცა ესახება ისეთ ფესტივალს, ვინც ატარებს ქალბატონ ლიანა ისაკაძის სახელს და რომლის დაარსებულიც არის ეს ფესტივალი, იმიტომ რომ ეს იყო ყველა დროის გენიალური და ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი მე ვიოლინე. I can invite everybody for 11 October. ვეპატიჟები ყველას 11 ოქტომბერს, როცა ჩვენ დავასრულებთ ამ ლამაზ ფესტივალს. იქნება ასტორ პიაცოლას ყველაზე შესანიშნავი ნაწარმოების ბალეტ „ოდი რომას“ წარმოდგენა, რომელშიც 8 მოცეკვავე მონაწილეობს. წარმოდგენა გვექნება თბილისში. იცვევ ყველას მთელი საქართველოდან ამ შესანიშნავ სპექტაკლზე. ბათუმის მუსიკა